უბრალოდ ჩვენთან სტუდიაში სუმრათ არის ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხედავთ ახლა პრინციპში ესტონეთის საგარეო განცხადებას სიმპტომატური იყო, რაც თამარმა მოიყვანა, რა დამოკიდებულება უკვე ბრიუსელში ხო იყო დამოკიდებულება იმაზე, რომ საქართველოს იყო მოწინავე ქვეყანა და დღეს უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ რაღაც საქართველოს ხელისუფლებას დაუწესონ სანქციები თუ არ დაუწესონ, იქ სავიზო რეჟიმი შეგვიზღუდონ თუ არა და საერთოდ დემოკრატია საქართველოში გადარჩება თუ არა. პარალელურად ჩვენ ვნახეთ აგერ მოსკოვის მექანიზმი ამოქმედა EUTOM და ამაზეც არანაირი რეაქცია ხელისუფლებას არ აქვს. რეაქციის გულისხმობ დადებითი, პირიქით აქვს უარყოფითი და ამბობს, რომ არაფერზე უკან დახევას არ აპირებენ. წავიკითხეთ დასაწყისში ციტატა ირაკლი კობახიძის. თქვენი შეფასებით რა გაგრძელება შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს შორის? საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მერაბ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც დღეს ხდება მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი. ჯერ შევხედოთ ალბათ თავარს. თავარი ის არის, რომ ივანიშვილის ფუნდამენტური ამოცანა იყო და რჩება ის, რომ საქართველოს მოხსნას დღის წესრიგიდან, საერთაშორისო დღის წესრიგიდან რომ მოხსნას, ეს იყო მისი დეკლარირებული მიზანი. გვახსოვს ხო თავიდან ამას ფუთავდა იმაში, რომ თითქოს საქართველოს არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი, როდესაც დასავლეთი რუსეთს ელაპარაკება და ეს იყო საბაბი იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი მოხსნილიყო. მე ამბობდა, რომ ნატოში ძალიან აგრესიულად მივისწრაფვით და მოდი ახლა ნუ შევაწუხებთ იმ ხალხს და ესეც არ გვინდა და ნატოს საკითხი დე ფაქტო მოხსნა დღის წესრიგიდან და ამ ყველაფერს მოყვა ის, რაც მან გააკეთა საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგ, აბსოლუტურად შეგნებულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად. ხო ის კანონები, ადამიანების წამება, დემოკრატიის ფაქტობრივი გაუქმება, სახელმწიფოს მიტაცება, რუსეთთან სრული ჰარმონიზაცია იქნება ეს პოლიტიკური მესიჯები, FSB-ს გავლენა როგორც დადასტურდა კიდევაც თუნდაც ფარცხალაძის შემთხვევით და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის რაც დღეს ხდება ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენ არ გვივიწყებს, დასავლეთი ჩვენ არ გვივიწყებს და ეს არის ჩვენი მთავარი იმედი, ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი იმედია. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიას რო გადავხედოთ, ჩვენი გეოგრაფიული წყევლა მათ შორის ის იყო, რომ სულ აი ხელს ვიქნებდით თითქოს შორს ვიყავით ჩვენი ქრისტიანული ოჯახიდან, ჩვენი ბუნებრივი გარემოდან და ყოველთვის გვიწევდა ზოგისთვის თავის შეხსენება, ზოგისთვის უბრალოდ ახსნა, რომ ასეთი ხალხი ვარსებობთ, ხან რა გეოპოლიტიკური ვითარების მოხდებოდა ჩვენი დავიწყება, ხან რა იყო ამის მიზეზი 100 წლის წინ ბრიტანეთი რო გავიდა კავკასიიდან, მაგას მოყვა მერე უკვე პირდაპირ რუსული ოკუპაცია, ხო? და ამ შემთხვევაში ის დიდი ბედნიერება გვარგუნა ჩვენ თაობას და ქართველების ამ პრიადას ღმერთმა წილად, რომ აი ამ ყველაფრის მიუხედავად, რასაც რუსების ჩადიან და რასაც ივანიშვილის ჩადის, ხო, საქართველოს იზოლაციისთვის ევროპა და დასავლეთი მთლიანობას ჩვენ არ გვივიწყებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, ისტორიული გზავნილია და ამას ვერაფერი ვერ გადაფარავს. ეს ერთი. მეორე, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მოხდა ისეთი რამ ასევე რაც ისტორიული არა მხოლოდ დიაგნოზის ტოლფასია, არამედ განაჩენის ტოლფასია, ხო? იმედისა და პოზიტივის სანქცირება, ხო, პირადად მე გეხსოვებათ ალბათ რომ სულ საუბრობდი იმაზე, რომ აი ამ რეჟიმის ტვინი, ხო, რაღაცა გაგებით, ხო, მაზერბორცს ეძახიან თუ მოზგი რუსულად რაც გვინდა დავარქვათ, არის აი ეს პროპაგანდისტული მანქანა, რომლის ცენტრი არის TV იმედი, საიდანაც ხდება ადამიანების დარწმუნება ალტერნატიულ რეალობაში და რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ აი იმ პოლიციელმა ხელი აღმართოს უდანაშაულო ადამიანზე, იმ მოსამართლემ გამოიტანოს უსამართლო განაჩენი, ვიღაცამ აიღოს ქრთამი და ფიქრობს, რომ კი ბატონო, ხე მაინც იმ ვიღაცას სხვას ოპოზიციას ხო ჯობი ვარ და ამ ვითარებაში გამივა და იმედის სანქცირება იმ ნიშნით, რომ იმედი არის რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი და მეორე ტელევიზიაზე აღარ ვამბობ კიდე არაფერს, ხო? ეს არის არა მხოლოდ უბრალოდ სანქცირება კონკრეტული მედია საშუალების, არამედ ძალიან სწორი საფუძვლით ამის სანქცირება, ხო? და მეორე რაც თქვი და ამაზე დავასრულებ, გამიგზელდა პირველ კითხვაზე პასუხი, EUTOM-ს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენა, ეს მეორე ფარი ისტორიული განაჩენის ტოლფასი მოვლენა და ნახევარი ამ დასკვნის არის ოცნების ნარატივი. ნახევარი, ანუ აი ჩათვალეთ, რომ აი 190 გვერდია, 200 გვერდამდეა, ხო და პრაქტიკულად ნახევარი იქ არის ოცნებამ რაც ილაპარაკა. მე შეაფასეს და დაასკვნეს, რომ არა ბატონებო, ეს პრაქტიკულად არაფერი არ არის გასათვალისწინებელი და რო გავიხსენოთ ახლა დღევანდელი, ხო ეს გენერალური პასუხი რაც იყო კობახიძის,
მე ვიტყოდი რამდენიმე ადგილას კომიკურიც იყო, ხო? იმიტომ ვინაიდან პირველ დღეებში შეამზადეს საზოგადოება იქ შარმანაშვილია თუ არ ვცდები თუ შარმანაშვილი გამოვიდა და ჩვენ არათუ ჰააგის არ გვეშინია, ჰააგაში იქით მოუწყობ დასავლეთ სასამართლოსა, ხო? ძალიან რუსული გზავნილია, ძალიან რაღაც საბჭოთა ვაიბები წამოიღო, ხო? ძველი დროიდან, რომ აი თურმე ესენი ჰააგაში იქით უწყობენ ვიღაცა სასამართლოს. მაგრამ დღევანდელი განცხადება და ეს გენერალური პასუხი კომიკური იყო რამდენიმე რამით, ხო, ესე იგი რომ საბავშვო ბაღის დონე გარკვეულწილად, როდესაც ადამიანი, რომელსაც პრემიერი ქვია, ხო, იძახის, რომ რაპორტიორმაო არ დაუშვაო ისო, რომ ვინ ჩვენ გვაბრალებს წამებას, არადამიანურ მოპყრობას, ცემას, მისი კვლილებას ლამის, ხო, იმათო ინტერესი ჰქონდათო ჩვენ წინააღმდეგ და ესო არ გაითვალისწინაო, ხო? რა ვიცი, ხა ასობით შემთხვევა არის დოკუმენტირებული ჟურნალისტების მიერ, გამვლელების მიერ, პროტესტანტების მიერ, რომლებიც პირდაპირ იღებდნენ რა ხდებოდა, ხო? და იძახის, რომ ეს არ გაითვალისწინაო რა. ყველა საერთოდ ისე რომ რაც გადაღებულია, იმას ვერ უარყოფენ და ამბობენ, რომ კიო, რამდენიმე ინციდენტი მოხდაო, ხო? ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე ცუდი ინციდენტი მოხდაო, მაგრამ დასჯასო არავის არ ვაპირებთო. ხო, მაგაღიარებთო, მაგრამ ვერავის ვერ დავშვიდო, იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცითო ვინ იყო. ანუ პოლიციელებს ამბობენ, რომ არ ვიცითო ეხლა რომელმა პოლიციელმა იძალა და. ანუ იმას აღიარებენ, იმიტომ გადაღებულია და ის რადგან ხდებოდა ის წამების ფაქტები დახურულ მიკროავტობუსებში, სადაც შეყავდათ ხელმძღვანელები, ის არ არის გადაღებული და შესაბამისად იქ შეუძლია თქვა, რომ იცით რა, ეს მოგონილია. აი ეს ადამიანების ცემა რაც ქუჩაში რაც ისი აღიარებას მოუწია, ისიც რო არ ყოფილიყო გადაღებული, იმასაც იგივე იტყოდა. იქაც 4 აღიარება, ხო, 4 შემთხვევა ჩამოთვალეს და გადაღებული იმას აღიარებს, იმიტომ ვერ გაექცევა ეხლა ამას და ეგ შემთხვევით ვარ გადაეღოთ ადამიანებს, ხო, ეხლა ის კაცი რო წაქცეულია და წეხს ურტყამენ, ის ტელევიზიებს არ გადაუღია, ხო? გადაიღო ადამიანს საკუთარი სახლიდან მობილურით. იმ ადამიანს რო არ გადაეღო, ეს კადრები არ გვენახა. და ეს კაცი მე გვენახა დასესრანებული გვეტყოდა რომ ალბათ წაიქცაო რა ჩვენ რა ვიცითო ხო ხო მანდაც საინტერესო იყო რომ იგივე დავით კაცარავა და ათობით სხვა შემთხვევა არის როდესაც ადამიანებს მართლა კამერების წინ უტრიალებდნენ სახეებს სახისძულებს უმტრევდნენ და სხვა საკითხია პოლიტიკოსების ხარ ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ შეათრიეს და ცემეს კი ბატონო ხო და ამაზე თქვენსო ჩვენო აი მეტი რა უნდა და ჩვენგანო ხო დავგმეთო ძალადობაო ანუ ეს არის ცინიზმის, აი რუსული ცინიზმის უმაღლესი სტატია, როდესაც ადამიანები ამას აწყობენ, სისტემა ამას უწყობს საკუთარ მოქალაქეებს, არ ვიცი ხა რამდენად გთვლიან ჩვენ საკუთარ მოქალაქეებად, ალბათ რო გთვლიდან ასე ვერ მოიქცეოდნენ და იძახენ რომ დავგმეთ და მეტი რა გვექნა, ხო, მაგრამ ვერც ერთი კაცი ვერ აღმოაჩინეს, ვერც ერთი ვერ აღმოვაჩინეთო და მეტი რა ვქნათო, დავგმეთო და ეს იმყოფინეთო. აქ საინტერესო კიდევ ის არის, როდესაც ირან ყობახიძე ამბობს, ხა მარტო ადამიანების მონაყოლზე რატო დაიჯერა, ხა ერთი და იგივეს რო ყვება ბევრი ადამიანი, ერთი რო ეს დასაჯერებელი ხდება, ხო, ერთი თუ რო ყვება გასაგებია, მაგრამ ყვება ყველა დაკავებული თითქმის იგივეს ყვება. მაგრამ მეორე მხრივ ხა წულკენის კომისიამ სხვა რელის მიხედვით დაწერა ის დასკვნები, ხო? იქ დასკვნების დიდი ნაწილი იყო ადამიანები მიყავდათ კომისიაზე და ყვებოდნენ 1000 საშინელებას წინა ხელისუფლებაზე. და როდესაც არასწორ რაღაცას ყვებოდნენ, მე წულუკიანი უსწორებდა, მაგრამ ასე კი არა ისეო. უმეტესობა ხო ასე არის, ხო, იქაც ეხა ვინც ციხეში იჯდა, თავის მონაყოლს ყვება, რომ როგორ გვაწამებდა ნაციონალური მოძრაობა ასე შემდეგ და იმათი მონაყოლი ყველამ დაიჯერა და დასაჩერებელიც იყო, ხო, ალბათ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნუ იქაც ერთი ადამიანი არ ყვება ასეთ რაღაცებს, ყვება ბევრი ადამიანი და ჩვენთვის არწმუნოა, როცა ბევრი ადამიანი ყვება, რომ იყო წამება, ესე იგი იყო, ხო, წამება. და აქ როდესაც ყვება ბევრი ადამიანი, რომ წამება იყო, აქ თურმე დასაჯერებელი არ არის. ხო, ასეთი ორმაგი სტანდარტის მიდგომა. რბილად რო თქვა ორმაგი სტანდარტია, აქ მარტო ის არ ყოფილა და უშუალოდ მე არ მინდა წულუკიანის კომისიის თემაზე მაგაზეც ვისაუბრებ და მოვიყვანე იმის მაგალითად, რა, ანუ თვითონ ასე იჯერებ შენ ადამიანის მონაყოლს. იქ აქ რატო არ იჯერებ, ხო? ხო, აი მაგაზეც გავიმეოროთ, არა მხოლოდ მონაყოლს იჯერებდნენ, როდესაც ეს მონაყოლი არჯდებოდა მათ პროპაგანდისტულ კალაპოტში და ჩარჩოში, ხო? იქ უსწორებდნენ, თვითონ უსწორდა, ასე კი არა ისე იყო, ხო? იქ ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება იმ კომისიაზე, მაგრამ დღეს რა ვითარებაც არის, ხო? ასეთი ვითარება დამოუკიდებელ საქართველოს არასდროს არ ქონია. ახლა შუა საუკუნეებში ნუ გადავალთ, მაგრამ ნუ გავიხსენოთ ჩვენ პირველი რესპუბლიკის პერიოდში გამსახურდიას ხელისუფლება, შევარდნაძის ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება და მე ივანიშვილის მოსვლიდან დღემდე ასეთი რამ რაც დღეს გვაქვს, მიახლოებით არასდროს არ ყოფილა. ანუ გულისხმობ იმას, რომ პრაქტიკულად ყველა სანქცირებულია და სანქცია ერთი არის, რომ დაიჯერო ის რაღაც საბავშვო ბაღის ვერსია, რომ გვერდჩიან ჭყალებში, ხო? და მეორე არის რომ დაინახო ხო ქართული ასავე საბავშვო ბაღის გამოთქმები არსებობს, ახლა ორი კაცი რაღაცას თუ ამბობ,
ამბობს უნდა დაუჯეროო იმას. ხო, და ორი კი არა, მთელი მსოფლიო ამბობს პრაქტიკულად, რომ ესე იგი ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები აღარ მოქმედებს, დემოკრატიული უკუსვლა კი არა, დემოკრატიული ჩამოშლა, ინსტიტუციური თვალსაზრისით სახელმწიფოს მიტაცებასთან გვაქვს საქმე და ადამიანები სანქცირებული არიან იმისთვის, რომ საქართველოში მუშაობენ რუსეთის ინტერესების გასავრცელებლად, ხო? კონკრეტულად ასეთი ადამიანი იყო ფარცხალაძე, რომელსაც ეხლა ცდილობენ გარკვეული საქმიდან გამომდინარე ხელები შეახოცონ, მაგრამ რომელსაც თავის დროზე ხელი დააფარა მთელმა ხელისუფლებამ, ხო? ეროვნული ბანკი იქნებოდა, პრეზიდენტი იქნებოდა თუ სხვა უწყებები. თქმა მინდოდა, იცით რომ, როდესაც ეს ადამიანები ასე პასუხობენ, როგორც ახლა პრემიერ-მინისტრმა თქვა, ხო, ვერავის ვერ შეგვაშინებთ, ვერც ჰააგით და ვერაფრით ვერ შეგვაშინებთ. ან ეს ხო ივანიშვილის პასუხი, გას ამდენი დღე იფიქრეს, ჩამოყალიბდნენ და ივანიშვილის პასუხი, რომელიც გაახმოვანა პრემიერ-მინისტრმა, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს. ანუ ბოლომდე მიდიან დაპირისპირებაში. თქვენი აზრით, რისი იმედი აქვს ივანიშვილს, როცა გავიგე, რომ რუსეთი ძლიერია ამბობს და უნდა გვეშინოდეს და დასავლეთის რატო არ ეშინია ივანიშვილს? აი ასე რომ, ასე ვთქვათ, ცდილობს რომ პირდაპირ ვაბაგზე წავიდეს. ხო, მე არ გონია რომ ივანიშვილს დასავლეთის არ ეშინია, მე უბრალოდ გონია რომ ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე და ის აკეთებს იმას, რაც არის რუსეთის ინტერესებში და რუსეთი ახლა საკუთარ ფეხში არ გაისვრის და სანამ მას იძულებულს არ გახდიან რომ გარკვეულ დათხოვებზე წავიდეს, იქნება ეს უკრაინაში, საქართველოში თუ სხვაგან, რუსეთი თავის ნებით არასდროს არაფერს არ თმობს. რაც შეეხება იმას, რომ არ გვეშინია, გავიხსენოთ თუნდაც ერთი ბოლომდე ძაბავენ, ფაქტია, ხო? ანუ ყველა იქედან წამოსულ სანქციაზე და ასე შემდეგ ეს პასუხი აქვს. ხო, აი მაგალითად დავიჭერთ ოპოზიციას ვიღაცებს ციხეში აქ აღმოჩნდა იყო რამდენი სანქცია წამოვიდა და ვიღაცა დაიჭერეს ან დაანონსეს ოპოზიციის აკრძალვა ანუ პასუხი ასეთი აქვს ივანიშვილის ტაქტიკა ასეთია დამიწესებს სანქციას უარეს ვიზა მომაწვევი უარეს ვიზა ხო აქამდე მუშაობდა ეგ მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ შევხედოთ ამ ტიპის დაპირისპირებაში ძალიან უთანასწორო ძალებია ხო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე სახელმწიფოს უომია და ყველაზე დიდ სახელმწიფოებს და ყველაზე დიდ იმპერიებსაც კი არ გასცვლიათ ის რასაც ახლა ივანიშვილის ცდილობს ხო თუ დავიჯერებთ რომ ეს მართლა დამოუკიდებელი სუვერენული მოთამაშეა და ვითომ ქართული ხალხის სახელით კი საუბრობს მაგრამ ნუ დრო დაუშვათ რომ მართლა ასე იყოს ხო ვის უპირისპირდები თელ სოფლიოს უპირისპირდები იმიტომ რომ ზედაპირულად ხო ამბობენ რომ რუსეთი ოკუპანტია დანარჩენი სოფლიო თურმე ამათ ებრძვის და ანუ ვისი მედად ვართ რისი მედად ვართ მართლა ასე რომ იყოს ხო თუმცა ვიმეორებ დღეს ასევე და ბოლო დღეებში გაამჟღავნეს ის რომ მართლა დიდი იმედგაცრუება და ძალიან დიდი შფოთია შიგნით მათ ბანაკში თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ამერიკაზე ისევ ამბობენ რომ იმედგაცრუება გვაქვს ხო ეხლა ბევრად მეც მოველოდითო საპარლამენტო დელეგაცია იყო იმ დელეგაციას რა უთხარიან ვისაც ისინი შეხვდნენ ხო ანუ კომიკურ დონეზეა ეს ყველაფერი მიხეილ ყაველაშვილი განაცხადა რომ ჩემი მეუღლე დაპატიჟა ტრამპის მეუღლემ დაპატიჟა უდიდესი გარღვევა არის ეს რა თქმა უნდა ხო ნუ აი უბრალოდ სასაცილოა სად ვიყავი და სად ვართ ან ჩვენთან მოქმედი პრეზიდენტები, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტები, მომავალი პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ, უშუალოდ პროექტებს ხსნიდნენ, რაღაცას გვპირდებოდნენ და ასე შემდეგ და დღეს რაღაც მესამე ხარისხოვანი ოცნების პოლიტიკოსი ჩადის და ისეთ წარმომადგენლებს ხვდება ამერიკის ხელისუფლებისა, რომლის სახელი და გვარი და თანამდებობა არ იცის ბევრმა, ხო? და ამის იმედად ყოფილან, თურმე ცხადია ძალიან დიდი იმედგაცრუება აქვს და შევახსენოთ ტელემოყურებელს, რომ ივანიშვილი პირდებოდა თავის წრეს, ვისაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაადენინა, რომ აი 20 იანვრამდე მაცალეთ 2025 წლის 20 იანვრამდე, როცა ტრამპი შევა თეთრი სახლის ოფიცრთა სახლში და ყველაფერი ძალიან მალე დაალაგდება. ხო იყო ეს პირდაპირ გაცხადებული იყო ეს პოლიტიკა, ეს მოლოდინი, რომ აი ტრამპი მოვა თეთრ სახლში და ჩვენი პრობლემები გადაწყდება. უკრაინაში ომი დასრულდება, იგულისხმებოდა რუსეთის გამარჯვებით და ჩვენც დავალაგდებით ამერიკასთან და გავიდა წელიწად ნახევარი ლამის იმის მერე და არათუ არაფერი არ იცვლება, არამედ მათი ვითარება უარესდება, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა აფერისტების არ ჯერათ. ხო როგორ შეიძლება დაიჯერო რომ ოცნება არის თუნდაც იგივე ოჯახური ღირებულებების დამცველი ძალა, როდესაც 5 და 6 წლის წინ ზუსტად წელი არ მახსოვს, როდესაც გამოვაგდეს ევროპელი სოციალისტებიდან, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ სოციალურ პლატფორმაზე დგანან და რადიკალურად განსხვავებულ იდეებს გადაგებენ. ანუ იქიდანაც რეალურად გამოვაგდეს ესენი, ხო? გამოვაგდეს სხვა რაღაცის გამო. იმიტომ კი არა რომ ოჯახურ ღირებულებებს გადაგებდა ოცნება, არამედ იმიტომ რომ თავისი არსით ანტიდასავლური იყო. ხო და ნუ არ იჯერებენ ამას, ადამიანები ეურთიერთებიან, კი, ამერიკა ეურთიერთება დიქტატორებსაც, მაგრამ დიქტატორებს, რომელსაც აქვთ თავისი
სიტყვის შესრულების უნარი, ხო, ან რომელიც არიან დამოუკიდებელი ტიპები, ეს ასე ძალიან ვთქვათ. უკვირთ რომ სხვებს თუ ელაპარაკებით, ჩვენ რატო არ ველაპარაკებით? აუცილებლად ორბანს ელაპარაკებენ, იმიტომ რომ ორბანი შეიძლება ჩვენთვის მრავალმხრივ მიუღებელი იყოს დღესდღეობით, მაგრამ დამოუკიდებელი პოლიტიკოსია, რომელსაც თავის პოლიტიკურ კარიერაში რამდენიმეჯერ შეუცვლია თავისი ვექტორი, ხო და ივანიშვილი ძალიან თანმიმდევრულია იმ თვალსაზრისით, რომ ის აკეთებს იმას, რასაც ძალიან მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად ავალებდნენ და ჯერ დაიწყო იმით, რომ გამოშიგნა, ასე ვთქვათ, ჩვენი უშიშროების და უსაფრთხოების სისტემა, რაც არ იყო ხილვადი ზედაპირზე, იმიტომ რომ ზედაპირზე მაშინ ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს. მერე გაგრძელდა ეს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური დევნა იქნებოდა, მედიების დევნა იქნებოდა და 2022 წლიდან უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც მას შეეძლო პრაქტიკულად კარტი გაიხსნა და ეს გააკეთა კიდევაც. მაგრამ მას უკვე აი ეხლა მან ხوارგეჩვენათ რომ მაინც მოახერხა საზოგადოებას ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა თავიდან, ხო 2023-ში ივანიშვილს ეგონა რომ რაღაც აი ენჯოების წინააღმდეგ კანონს ვიღებდა ვინ გამოვა, მაგრამ გვახსოვს ხო რამდენი ადამიანი გამოვიდა. მე მეორეჯერ რო შემოღრო 2024-ში რამდენი 2024-ის დეკემბერში, უბრალოდ ნოემბერში, 28 ნოემბერში როცა განცხადება გააკეთა, ასევე უამრავი ადამიანი. მაგრამ ამის მერე იმდენი იმუშავეს, იმდენი ლანძღეს დასავლეთი ევროკავშირი, ხო ვფიქრობ რომ შეაგუეს ხალხი იმას, რომ დასავლეთის მიმართულება დასრულებულია უკვე ამ ხელისუფლებისთვის და გაპროტესტებასაც აზრი აღარ აქვს. მათი ხელიდან დასავლეთის მიმართულება რა თქმა უნდა მყარია დიდი ხნის. ხო, მაგრამ ადრე ამაზე რეაქცია იყო და ეხლა რეაქციაც აღარ აქვს, ხო, დიდი. უბრალოდ ეხლა ხალხი არის შეგუების არა, გადაწყობის რეჟიმში, მე ვიტყოდი ვინაიდან ჩვენ ადრე ვიყავით მაინც იმ ტიპის სახელმწიფო, სადაც იმის ილუზია მაინც არსებობდა, რომ ქუჩაში თუ გამოხვალ შეიძლება ხელისუფლება მანგარიში გაგიწიოს. ან არჩევნებზე თუ წახვალ, იმის შანსი არსებობს, რომ ხელისუფლებას მოუგო და ეხლა ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოება მიხვდა, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს, ვინაიდან არ ტარდება ეს არჩევნები. კი ქვია არჩევნები, მაგრამ არ ტარდება და ქუჩაში რო გამოხვიდა და 300,000 კაცი რო იყო, ითქვა, რომ 7-800 კაცი გამოვიდა. ანუ ამ ხრივაც აბსურდში გადაგვიყვანეს. ანუ საზოგადოება ეხლა არის გადაწყობის რეჟიმში, ვიმეორებ, არ არის აუცილებელი, რომ ერთი და იგივე მეთოდებით და ერთი და იგივე სწორხაზოვნებით იმოქმედო. თავარი არის ამოცანა და ამოცანა არის ამ ქვეყნის გათავისუფლება რუსული ინტერესების გავლენისგან და ამ ქვეყნის დაბრუნება ევროპულ გზაზე და ძალიან ახლოს ვარ ჩვენ. ანუ ისტორიულად ასე ახლოს ევროპასთან ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ. ეხლა მითიური დრო არ ვიცი როგორ იყო დავითის და გიორგი ბრწყინვალეს დროს, როცა ჯვაროსნებთან ერთად ვიბრძოდით, მაგრამ ნუ აი თანამედროვე ისტორიაში მსგავსი არასდროს არ ყოფილა. ეს იქნება ისტორიული დანაშაული თუ ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. ხო, მაგრამ ამ ვითარებაში ხო არ ფიქრობთ რომ ამ პროპაგანდამ იმ კუთხითაც იმუშავა, რომ აი ყოველდღიურად ისინი დაუნერგავენ, რომ აი დასავლეთიც ისეთივე ცუდია, როგორც რუსეთი, არაფრით ჯობია, ისიც იმპერია, ყველას თავისი ინტერესი გასაგებია ეს. ასე ხო პოლიტიკაში ყველას თავისი ინტერესი აქვს და მათ შორის დასავლეთსაც და ამერიკასაც, მაგრამ აი ხა იმედზე მაგალითად ყოველკვირა აკეთებენ გადაცემას, რომ ევროპაში რაღაც ცუდი რაღაცები ხდება და ამ პროპაგანდამ ის დამოკიდებული რაც იყო დასავლეთის მიმართ ხო არ შეცვალა როგორ ფიქრობთ მოსახლეობის ნაწილში? მე მგონი რომ ხო პროპაგანდას რა თქმა უნდა თავის გავლენა გააჩნია, მაგრამ მე მგონი ადამიანებს ზურგის ტვინის დონეზე ქართულს ვერ მოატყუებ. ყველა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ყველა თავის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს. ახლა აბა ჩვენ ვის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებთ? ხო, ანუ ყველა ადამიანი, ყველა სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ამას როგორ აკეთებს, ეს არის განსაზღვრელი. რუსი მოდის და ან გინგრევს ქვეყანას, ან მაგალითად იგივე ჩვენ ეკლესიებს ათეთრებს და რაღაც თავის იმას თავისებურ რუსულ გუმბათებს ადგამს, ისეთ სიწმინდეს მაგალითად, როგორც არის ილორის ტაძარი, ხო? და ამერიკელი მოდის და გეუბნება, რომ მე მოგცემ ფულს ან დაგეხმარები იმაში, რომ შენი კულტურული მემკვიდრეობა. ან რუსეთი გეუბნება, თუ ჩემსკენ არ იქნები, გაგლახავ, და ამერიკელი გეუბნება, თუ ჩემსკენ იქნები, დაგეხმარები. კი ბატონო, ხო, ასეთი განსხვავებაა, ხო და ისინი გეუბნებიან, რომ იმას ხო აქვს ამერიკას თავისი ინტერესი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ინტერესს გამოხატავს იმ ფორმით, რაც თანხმედრაშია საქართველოს ინტერესებთან. და რუსი გეუბნება, რომ თუ ჩემთან არ იქნები, მაშინ მოკლავ, გაგანადგურებ, მიწასთან გაგასწორებ, ტერიტორიას წაგართვევ და გადაგაგვარებ. აი, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ყიდია. ხო, თითქოს ამერიკა და დასავლეთი არის გადაგვარება და რუსია არის სულიერება. ამაზე უფრო დიდი სატანისტური სახელმწიფო ალბათ არ არსებულა. პატრიარქი ყავთ, პატრიარქი რო ქვია, ჩვეულებრივი ის არის ჯიბგირია, რომელსაც კონტრაბანდის ბიზნესი ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით და რომელიც დღემდე არ აღიარებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულ ტიტულატურას, ხო? ჩვენი ქვეყნის, ჩვენი
სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციას, ასე ვთქვათ, არ აღიარებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ყოველ წელს ულოცავს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. ხო და ჩვენ მაინც ვებღაუჭებით, მაგრამ ჩვენ რა ის პროპაგანდისტები, ქართულენოვანი რუსი პროპაგანდისტები ებღაუჭებიან ამ ვითომ სულიერებას და ვითომ ერთმორწმუნეობას და არ არიან ეგენი ერთმორწმუნეები. ეგეთი არაქრისტიანული ქვეყანა არც დღევანდელ ევროპაში ხარ, სარწმუნოება პირველ ადგილზე რო არ დგას კი ბატონო, ეს ვიცით, ასია და რისი ბრალი ამაზე ხა ჩვენ ვიმჟერებთ, მაგრამ ბევრად უფრო ტრადიციული არის ევროპა ვიდრე რუსეთი. ბევრად, ყველა მიმართულებით, აი რა კატეგორიაც არ უნდა ავიღოთ, ხო? ყველაფერი ფარისევლობაა რუსეთში. შესაბამისად, ის ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ პროპაგანდის როლზე, ამაზეც გვისაუბრია და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, პროპაგანდაზე დგას არა მხოლოდ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, არამედ მთლიანად რუსეთი პროპაგანდაზე დგას. თავარი გავიხსენოთ, ხო, 2022 წელს, როდესაც პუტინი შევიდა უკრაინაში, მისი თავარი იარაღი არა ის ტანკები და რაკეტები იყო, რომლითაც მან უკრაინას შეუტია. არამედ იყო პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს უნდა ეფიქრათ, რომ რუსეთი თუ მოდის, ხელი უნდა აწიო და დანებდე. და რა მომენტშიც უკრაინამ ეს არ გააკეთა, ჩამოიშალა ეს მითი. 4 წელია სოფლიოს მეორე არმია ბჭყალებში ებრძვის ერთ ქვეყანას, რომლის არსებობას, ეროვნულ იდენტობასაც კი არ აღიარებს პუტინი. ამაზე კარგი ხუმრობა აქვთ უკრაინელებს, სოფლის მეორე არმია უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის საზღვრებში მეორე არმია, ხო, კი ბატონო. მოკლედ, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი. ჩვენ გვექნება რეკლამის შემდეგ ლელოს წარმომადგენელი იქნება ჩვენი სტუმარი. რატო მოითხოვა ლელომ დიალოგი ხელისუფლებასთან და რა პასუხი მიიღო ხელისუფლებისგან? ამაზე ვისაუბრებთ.